საღამომშვიდობისა ხალხო. საღამომშვიდობის სხივი აღარ აქვს მგონი. არა. ეს დატესტე მაგაზე. რის ბრალი? არ ვიცი ის არის აქ, მე მგონი კამერა იყო გასაწმენდი, იმიტომ რომ გავწმინდე და აღარა აქვს, რა ვიცი მის მე. როგორ ხართ შემოთმილებო და ტკბილებო? მე გაციებული ვარ. ეს დატესტე. მაგაზე. ცხვირში ვარ გაჭედილი, ცოტა სიცხე მაქვს. დავიდა ეს ბრალი. ცოტა სიცხე რანაირია? 37 და 3 ორი მაქვს და რაღაცა იგივე. ეგ არაა სიცხე. მაგრამ არის ბიჭო, ჩემთვის არის და. მიდი აბა რაზე უნდა ვისაუბროთ გიო? ხალხნებო, რა უგედურებაა ეს ხალხნებო. ესეც შეგვიძლია მოვუბრუნოთ. ესე TikTok-ი გადავიღოთ. ეგ TikTok-ის არის ხო? TikTok-ით შეგვიძლია გადავიღოთ. გავითვალისწინებ. ეხლა ჩვენ უნდა გვესაუბრა იმაზე, რა ქვია, პენსიის მომატებასთან ერთად, რომ მოიმატა კომუნალურების გადასახადმა. რა ვიცი, ეგ არ უნდა გაგვიკვირდეს. რაც უფრო მეტი იმატებს, გაჩენი, გატეხავს ახლა. გატეხა მე ვიცი წავიღო იქით. ის წამოიღე რა ფრჩხილების გასამაგრებელი? სადაა? მადერ არის იმაში, პომა იმებთან. პომადებია თუ რა ქვია. სუნამოებთან. რა პაწუა ხალხო ეს რა არის ახლა? მე იმაში თითქო დიდი ჩანს და მე გაპაწუოდე და პატარა ჩამოვიდა. დიდი მეგონა. მაგრამ სხვათა შორის კარგია ეთყობა. კი არ ისმევა, ეს ზეთოვანია. როგორ თუ არ ისმევა? ზეთოვანია. ხო. და მე ალბათ ჭხილში იწოვება. შიგნით შედის ალბათ ხო და ამაგრებს. მარილიანი არ უნდა მეჭამა. მე ნუჭამდი მარილიანს. ყველი რომ ჭამე. გუშინ არ დამიხოლებია დღეს რა თანდათან მიჯდება უხეიკურა. საზღარი ვირუსები დადის. ხაუ თქვა რომ სახსრები უფრო არ ამტკიო, ადრე უფრო მტკიო და სახს. ხალხო, რაზე ლაპარაკობდი ძაღლი? ო, იმაზე. რა ვიცი, არ უნდა გაგვიკვირდეს საქართველოში ფასების მომატება. საქართველოს რა დასწოთ ყველგანაც რა იმატებს ხოლმე. ფასების მომატება არ უნდა გაგვიკვირდეს. საქართველოში უფრო მეტია ბებო. ძალიან იმატებს, ის არის აქვე დოლარი და ის იმატებს. იკლებს და ფასები ისე რჩება. შენც კიდე კაი რა. ხო და იმასთან ერთად თვითონ მოგიმატებენ ხო და რა ქვია. ამატებს, იმას ამატებს სამაგიო. კომუნალურებს და იმას. რა ჩანდაბა მეცა. და პროდუქტის ფასებიც იმატებს ხალხნო. ზეთმაც მოიმატა სხვათა შორის. კი, სხვათა შორის. დაკლებული იყო ერთი პერიოდი. ყველაფერი იმატებს თვითონ მოგიმატებენ რაღაცა 2 კაპიქს და 2 იმდენად ამატებენ და რაღა მნიშვნელობა აქვს. ჰა? აი მნიშვნელობა აქვს მაგას? მაგის მნიშვნელობა აღარ აქვს მომატების, რაღაც აზრი აქვს. ხო, აი რა აზრი აქვს, რა ვიცი მე ასე მგონი აღარ აქვს აზრი. მომატებას რა აზრი აქვს? თუ პროდუქტმა მოიმატა. ის მაინც არ აკופნის და. ხო. აზრი აქვს? 3000 ლარი რო არის, გეყოფა. არაფერში, რა ვიცი. მე კიდე ხანდახან მიკვირს როგორ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში. აი როგორ ცხოვრობთ. მე იქ მიკვირს. გაჭირვებით როგორ ცხოვრობ და დალხინებით. რამდენი კიდე ჩვენ რა გვიშავს, ხომ ერთმადლობა რაღაცა გააქვს. ზოგს რო არა აქვს. აუ რამდენი მოხუცი ქუჩაში ზის ხიდზე. რამდენი სიცივი ქარში და წვიმაში იმას ყიდის, რა ქვია. წვანილს როგნე რაღაცა ოჯახში მიიტანო. წვანილი ელემენტარული რაღაცა,
მეზამ წვიმაში და უბედურებაში წყდანა. რატო? ზოგს ესეც არა აქვს რა ჩვენ გვაქვს. ხურულიც არა აქვს ზოგს. ხო. ვიდეო არ შეგხვდა დედა იმ დღეს ის არის რა ქვია ინდოელმა სტუდენტებმა აქ რო არიან იყიდეს რაღაცები შეკრიბეს ფული იყიდეს რაღაცები პროდუქტები შეიძლება შეგხვდათ თქვენც არ ვიცი ხო და მოხუცებს დაურიგეს სტუდენტებმა ხო ინდოელმა სტუდენტებმა დაურიგეს ისინი რა ქვია მოხუცებს და ქართველებმა ისიც არ გაიღეს რა ქვია ზედაც არ შეხედეს. შენ გაჩვენდი მათ. რამდენჯერ გითხარი? ლანძღავ კი არა ლანძღავ ერთოთ ეგრია. არანაირად არ იმაშვები ან რა ქვია. არ აქცევენ არავის ყურადღებას. და უცხოელები უფრო ისინი არიან რა ქვია. ვიდრე და რატო ვართო გაბოროტებული? აი, გაბოროტებული. რატო ხდებაო ისინიო, რა ქვია? არ უნდა გაბოროტდეს ადამიანი. ყველას უნდა დაეხმარო და ყველას უნდა იმასქნა, რა ქვია. გაბოროტება, რატო უნდა გაბოროტდე? სამყარო არის შეცვლილი ძალიან. კი. მართალი. არ შეიძლება. და ეს ყველაფერი სამწუხაროა. რას ვიზავთ ხალხო? ჩვენ ვერ გამოვასწორებთ მაგ იმას რა ქვია? ამ სამყაროს და. ვერ გამოვასწორებდიო. იმის არ იყოს ამ სამყაროს მაინც ვერ გავასწორებ და ძილირად უნდა დავიკლო. მართალია. ვიად. არ ვიცი ტიკტოკში იყო ადრე ერთი კაცი რა. ძილი და გართობა რა თუნდა დავიკრო და სამყაროს მაინც ვერ გავასწორებო და. მამაზეც არ მოვერ გავასწორა და. კიდე აი ხალხო რა უნდა გითხრათ. ამ სოციალურ ქსელში თაღლითები რა შემოეჩვენენ მე ვერ გავიგია. დღეს ტელევიზიაში იყო, მგონი რომელი ტელევიზიაში იყო, კი აღარ მახსოვს ზუსტად. ურეკავენ ახალგაზრდა ბავშვებს. ურეკავენ, ხო, რეკავენ, აჰა. ხო, მესიჯებს წერენ. მესიჯები ისინი რა ქვია? რუსულენოვანი ადამიანებიც რეკავენ. ხო. ხან საიდან შემოდის ხოლმე ხალხოს არის ადრეც ხო გითხარით. ხარ ირანიდან შემოდის, ხან რუსეთიდან შემოდის, ხან ინდოეთის ისაკ, რა ქვია? არა და რუსულენოვანია, რო უპასუხებ. ხან ირანიო, ხან ინდოეთიო, ხან ავღანეთიო, ხან თურქეთიო, ხან ამერიკაო. მე აღარ პასუხობ მაგ იმეებს. ხო და აი ამ ბავშვებს იყოლიებენ. და ის არის რა ქვია? თაღლითური რაღაცა სქემაში ჩართვას უპირებენ. სიგლახავეზე უბიძგებენ. რა არის ეს რა უბედურება? ეს დალოცვილი კაცო სოციალური ქსელი იმისთვის კი არ არის რომ შენ სიცუდი აკეთო კაცო. კაი გააკეთე რაღაცა. მე პედოფილი რამდენი ამ იმაში რა ქვია? სოციალურ ქსელში. დასულელდა ხალხი რა. აგიშლის ნერვებს. 13 წლის ბავშვთან რა გინდა 40 წლის კაცს რო უმესიჯებ და უკეთებ. აი რა გინდა მითხარი, აი რა პედოფილი თუ არა ხარ? ხო. ეგეთ რაღაცებს რატო წერ? ბავშვს კი არა დიდსაც არ უნდა მიწეროს ჯერ ეგეთი რაღაც. და ის ბავშვი დაითქრულება, ჩაიკეტება და ვინც თვითმკვლელობამდე მიიყვანო. თვითმკვლელობამდე საუბარი არ არის, თვითმკვლელობაზეც აღარ არის საუბარი. ის ბავშვი მე სტრესისგან გაიზრდება და ღმერთმა იცის რანაირი როგორი გაიზრდება. მოძალადე. შეიძლება მკვლელიც გაიზარდოს, ნარკომანი. გამორიცხული არ არის. ხო და ვერ გამორიცხ. უნდა ვეცადოთ მშობლებმა, თქვათ, ვისაც ყავს მოზარდები და რაღაცა, უნდა ეცადოს ვიღაცამ რომ კი არ უნდა გაუბრაზდე იმის გამო ბავშვს. კი არ უნდა უთხრა
უნდა დასვა, დაარიგო. აი შვილო, მოვა ესეთი რაღაცა, მოდი და მითხარი. და ის მშობელი გაარკვევს, გააკეთებს რაღაცას იზავს, ხო? ვიცი, წურია წყალით ეხეს იმდენი წყალი დავლიოთ საღამოზე რა ვიცი. ჩემი კურსი მომეცი გიორგი, ეხცივი იქნება ახლა იქ წყალი. აი მე დედა რა შემინთი ახლა აქანა კიდე ის მინდა. ხო გითხარი არ შეუთო თქვა. არ დამისხა ეგ ცივი არ არის. არა, ეს იქიდან ავიღე, თბილი იყო. ყელი აღარ ამტკივა, სიცხას არ ცერა საიდან აღარ მაქვს. უნდა იმასქნა რა ქვია. გაირკვეს ესეთი რაღაცა, რომ აღარ იყოს ესეთი რაღაცა და გაფუ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა იმას აქნას რა ქვია. მაღალმა მდგომმა პირებმა უნდა გაარკვიენ რა ხდება ქვეყანაში. არკვევენ გიორგი და მიდიან ნენელა. უნდა იმას აქნა რა ქვია. გაარკვიონ. დაიჭირეს ის ერთიანი პიროვნება ვინც იყო ხისი კი არა მე. დაიჭირეს ხო? თავარი იმას უნდა მიაყლიონ რა ქვია. თავარი ვინც არის. მიაყოლევენ ალბათ. ვინ არის ღმერთმა იცის? რაც ჩვენ არ ვიცით, რაც ჩვენ არ გვესმის, რამდენი გააუბედურეს კიდე. ღმერთმა იცის. ხო. შაშან იყო ზაფხულში თუ შაშანზე. ის არის რა ქვია. იმები ზრო რეკავდნენ, ვიღაცები რო რეკავდნენ და თქვენ იმას შვილს ავარია მოვიდა, თქვენ იმას ავარია მოვიდა. ხო. ეუბნებოდნენ ხოლმე ხალხს. არ შეიძლება. მე უკვე ისე ვარ უკვე მიჩვეული, ის ნომრები დამახსოვრებული ისე მაქვს, რომ აღარ პასუხობ. ხვალ ამანათი მოგვდის. ჩამოვიდა და ხვალ უნდა წავიღო ვიდე და ავიღო ხალხ. ალბათ წაგიყვანთ თქვენც. თქვენ რა ტელეფონს წავიღებთ და თქვენ იქნებით სახლში დაელოდებით ვიდეოს. დილას აი სამაჯური ისე მოვიჭირე რომ რა ვიცი. ხო. ხელს კი გავიჭირი. პედოფილი არ უნდა იყოს ეგეთი რაღაცა, რომ ადამიანს ტელეფონის აღების სურვილით დაგაკარგვიონ რა. გინდაც გარეთ გავხვიდე, საკუთარ ქვეყანაში დაცული არ უნდა იყო ადამიანი? საკუთარ ქვეყანაში. ხანდახან ისეთი რაღაცები ხდება, რომ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი გაქვს. უკანიდან მოიტოვებ, ყველაფერს დატოვებ და გაიქცევი, მაგრამ ვის უტოვებ ქვეყანას? ვის უტოვებ შენ სახლს? ამდენი წლის ნაშრომი ნაწოლები რაში უნდა გადაიყოს? ახლა თუ ამ პაწაწინა რაღაცამ გამიმაგრე იფჩხილები ხო? მართლა მაგარი ყოფილა. თიმუ მართლა მაგარი ყოფილა რა. თიმუზე გამახსენდა ის დუხი და სუნამო რო იყო იმაში რა ქვია. პარკში. რო ამოვიყევა იმერას კაი ხალხი საჯერა რო საჩუქრად არის. თქვენ არ ჯერა ზუგს არ ჯერა. და ერთმა ისიც დაწერა რომ იტყუები, რას ვიტყუები? ვის ვატყუებ? ჩემ თავს, ჩემ საკუთარ თავს ვატყუებ? გაბრაზდები, მარასი შეც კიდე? იტყუილებიო, რატო იტყუილები? ვის ვატყუებ, რას ვატყუებ? რო გამომეწერა ვერ ვიტყოდი თუ რა არის? მეშინია ვინმესი? რა ვიცი. შენ თუ გეშინია და ჩუმად აკეთებ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ მე პირადად არავისი არ მეშინია. ჯერ გეშიში რატო უნდა გეშინდეს რა? ჩემი ფულებია ეგენი თუ გამოვიწერ კიდე. ჩემი ფულებია და ჩემ ფულებს ვხარჯავ. შენ ფულებს არ ვხარჯავ. და სხვის ჯიბეში ნუ დაძურებით.
ზოგიერთები. ჯერ და ამბავი წყალი დავლიე რა არის ხალხო. ჯერეგერთი მოსატყუებელი ჯერეგეთი რა გვაქვს? ღმერთმა ნუ მოგცეს მოსატყუებელი რომ ვიღაცას ჯერეგეთი მე რომ ჯერეგეთი რომ მოვიტყუე პირველად ჩემთას ვატყუებ ჯერეგეთი. ხო, რა სულელია ჯერეგეთი რატო უნდა მოვიტყუოთ, ხო? და იუთუბერი რო არის, ეტყობა, იმიტომ უგზავნიან. ხშირი ისავა რა ქვია. მომხმარებელი. ხო. ხო და მაგითო. რატო უნდა მოიტყუოს ჯერეგეთი? ის არის რა ქვია. მე ჯერეგეთი მოტყუებას თავი დაანებე. მეორეთ რატო გამოიწერდა ყურსასმეს? ყურსასმეს, ხო, 2 წელს რატო გამოიწერდი? ხო. ჯერერთი გამოიწერდა და მეორეს რატო გამოიწერდა? ეხლა სხვა ფასი დინამიკი გქონდა და კიდე დინამიკი გამოიწერა? რა სისულელი? ისიც თიმუდან არის დინამიკი. თუ გამოწერა იყო, იმის მაგერად სხვა რაღაცას გამოიწერდი მაშინ. ხო, სიტყვაზე არის. ყურსასმენი ერთი ჩაგდებული მქონდა და მეორეს რაღაცზე გამოიწერდი. ხო, ჯერეგეთი. და ის კიდე ეს ხატები, აი ეს ხატი. ხო. ჯერეგეთი აქაც ვიყიდით იმ ხატებს, რაღა იქიდან გამოიწერდი. რაღა თიმუდან გამოიწერდი ტაძარში ქვეყანა. ტაძარში წავიდოდი და მე იმას ვიზავდი, ვიყიდიდი. ხო, ვიყიდიდი და ჯერეგეთი იმებს არც გამოიწერდა გიორგი აი რაღაცები რო არის, ისიც ხატებია. ხატებია ისინიც ხალხო და კიდევ ყველა მაგებს თავი დაანებეთ. ხალხო, მე თქვენთვის მეთქვა, ღმერთი იყურება წევიდან და ღმერთი ყველას ერთია. და გადაგეხდებათ სამაგიერო, ისე მოგიბრუნდებათ და ისე გადაგეხდებათ სამაგიერო ვერც გაიგებთ. ვერც მიხვდებით. ხო, და შეიძლება არა. ჯერეგეთი უნდა იმას. ყველაზე ხალხო არ ვამბობ მე, ვინც ცუდად მოგვიხსენია და ცუდად მოიხსენია, იმაზე ვამბობ. ჯერეგეთი რატო უნდა იმას ნუ ხარ გაქვს თავი მირტყმული სადღაც. ის არისო, ღმერთო. გინდა თუ არა ის არისო, მოიტყუე. რატო მოიტყუე და რა ჯერეგეთი რა გვაქვს მოსატყუებელი. ჯერეგეთი. ჯერ ჩვენ თავს ვატყუებთ და მე თქვენ? გარი სისულელი. ვის ვატყუებ? არაზე მოვიტყუებოდი, თუ გამოიწერდი, ჩემი ფულებია და იმით გამოიწერდი. ხო, არა თუ მე ვიღაცა მე სხვას არ ვეკითხები და გამოვიწერო. ხო, და არის მაშვებით რა ქვია. არავის ვართმევთ ჩვენ ნაშრომის ვაკეთებთ ყველაფერს. მე დაბლოკა არ მეზარება. დაიწერება ცუდი რაღაცა დაგბლოკა. არ მეზარება. ჯერეგეთი მოტყუება და მეტად წვეტიანი აზრები არ გაწუხებდეთ ზოგიერთს. მოტყუება და ის არის რა ქვია. ხო და გამიდოდა მე თქვა კიდე ხო, წეღან სანამ შემოვიდოდი, კითხვა იყო. მოგესალმები. მე რო ხშირი გამოწერი ვარ იმეების რა ქვია, ხშირი მომხმარებელი რო ვარ პროდუქციის, თიმუსი. მიგზავნის საჩუქრებს. თან აქ YouTube-შიც რო ვდებ ვიდეოებს და განვიხილავ იმეებს რა ქვია. რაც გამოვიწე, რომ განვიხილა, იმიტომ წინაზე ეს დინამიკით და ერთი ყურსასმენის გამიტყდა გავტეხე, გავაფუჭე, გამიტყდა კი არ გავტეხე. იმას აქვენი რა ქვია, ისიც საჩუქარი იყო. ჰა, ეს წალი დავასხარა კანადა გავტეხება რა. ხო და ის არის რა ქვია. ხანდახან ზოგჯერ აქციებიც აქვს ისინი რა ქვია. აქციებიც აქვს ხანდახან თუ მაგალითად 4 ნივთს რო გამოიწერ მე აქციები ასე თუ მოყევი აქციაში ეგ პირველი მომხმარებლები ვინც არიან იმათთვის აქვს რო გამოიწერ მაგალითად 4 ნივთს მე 2 ნივთი ან 3 ნივთი საჩუქრად მოყვება ოღონდ მე თავიდან 300 ლარიანი კუპონი მქონდა და ეგ საჩუქარიც თუ თავიდან რო გამოვიწერე არ გამომიყენებია 300 ლარიანი კუპონი დაც ის რა ქვია საჩუქარი ხო ოღონდ ეთის გამოვიყენე რომ რაც გადავიხადე იმის ღირებულების ნახევარი კრედიტით დამიბრუნდა და იმითაც სხვა რაღაცები გამოვიწერე მე
ხო და ეს ადრე. ეს ადრე თავიდან რო იმას აქვენი აქვია. ხო და თავიდან ხალხო ეხლა არაფერი არ გამოვიდა. ეხლა არაფერი გამომიწერია ბევრი მე აი ეს გამოიწერა. ერთი წითელი ყურსასმენი გამოვიწერე, სელფის ჯოხი და კიდე რა მქონდა. კიდე რა იყო რა ვიცი. რაღაცა მქონდა. არა, ბევრი არაფერი მქონდა. ის გამოვიწერე რა ქვია. სელფის ჯოხი, ეგ ყურსასმენი. არა, მეტი აღარაფერი იყო. ხო და დანარჩენი საჩუქრად მოყვა, რენდომად ამირჩიეს. მე არ ამირჩევია ის საჩუქრები. ეგრე მოწერეს რომ რენდომათო. რა მე არ ჩუქნის არაფერს. შენ არ ჩუქნის, იმიტომ რომ იუთუბერი არ ხარ. ალბათ არ ხარ ხშირი გამოვწერი. იუთუბერი რო ხარ გიორგი განიხოთ. აი ისა საფრანგეთში რო არის, რა ქვია ნანა? ნანა არის. ნანა, იმასაც გაუგზავნეს. იმასაც საჩუქრები გამოუგზავნეს, განიხილა. განიხილა თავი ის საჩუქრები. ხოთა შორის იუთუბერი რო ხარ? თანამშრომლობ ხოლმე იმასთან რა ქვია. რო გამოიწერ. თიმუსთან. რო გამოიწერ ისა, ის ათვარიელებს შენ იმას. და კიდე რას გასწავლით? თიმუზე რაღაც პროგრამა შეგიძლიათ პარტნიორი გახდეთ თიმუსი. მოიწვიოთ ადამიანები, გააზიაროთ თქვენ პრომოკოდი. ფულიც კი გამოიმუშაოთ ხალხო, კრედიტის ბალანსზე და იმით ატრიალოთ პროდუქტები რაც გინდათ. ეგეც შეგიძლიათ. პრომოკოდს გააზიარეთ სადმე, აი მაგალითად ინსტაგრამზე თუ ყავთ გამომწერები და ისინი ან Facebook-ზე თუ ყავთ ისინი ბევრი ისინი გააზიარეთ თქვენი პრომოკოდით რო გადავა ის და იყიდის ან ლინკი გააზიარეთ ან პრომოკოდი მნიშვნელობა არ აქვს კუპონი ხო რო გადავა და იყიდის იმის ხოთა შორის ის არა გიორგი რა უნდა გითხრა შენი ის რო ამოვარდება ხოლმე YouTube-ი იმის დაბლა არის 300 ლარიანი კუპონის რაღაცა კუპონის ლინკია რეკლამა რო ამბობ ხოლმე ხო აი კუპონის ლინკი მე ამომიგდო უკვე რეკლამა რო ჩაითვება ხოლმე ხალხო ვისაც ჩაგერთვებათ ეგ რეკლამა და ამოგიგდებთ კუპონის ლინკს შეგიძლიათ გადახვიდეთ და იმას ისავთ რა ქვია რომელიმე ტელეფონით რომელიცაც არა გაქვთ გადმოწერილი რომელზეც არა გაქვთ იმით გადადით და გადმოიწერეთ და 300 ლარიანი კუპონი გექნებათ ფასდაკლება გექნებათ რომ გამოიწერეთ და ბევრს აღარ გადაიხდით მე მაგაში მოვუტყუდი რომ არ გამოვიყენე პირველად ისისა ხო და ფასდაკლების კუპონი ჯერ ერთი არა გამომწერი ის რო იყოს ჯერ ერთი მოსატყუებელი არაფერი არ აგუჭეს აქამდე თუ არ ვიტყუილებოდით ხალხო არცახან არ მოვიტყუილებით ჩვენ ტყუილებში არ ვართ და ჩვენ ტყუილებით არ ვართ ცხოვრებაში. აუ თავი მტკივა ხალხო დღეს. არ შეიძლება მოტყუილება. ესე იგი ჩვენ თავის ჩვენ თვითონ ვატყუებთ და თქვენ რა, თქვენ რატო უნდა მოგატყუოთ ან ჩვენ ატყუებ. რა შოშეტყუი. გეგონება გავატარებდი მაგ ყველაფერს და არაფერს ვიტყოდი. გეგონება მაგით იმას აქნა რა ქვია. რაღაც დამაკლო რა. მე პირიქით არაფერი მაგრელება ეგეთი იმებით კომენტარებით. პირიქით თქვენ გაკლდებათ. არა დასაცინი ხდებით ხვისი. ეგეთი არავის მოსატყუებელი არ აგვაქვს და არც რამე. 100 წელი არ მოვიტყუილებით არაფერს ჩვენ. ხო, ვინც ეგეთ კომენტარებს წერთ, ცუდ კომენტარებს და გახა კომენტარებს. იმის ღირსები ხართ. ყველა ეს თქვენი კომენტარი გამოვაქვეყნო მთელი მსოფლიოს თვალწინ და YouTube-შიც ვეღარ შეხვიდეთ. მაგის ღირსები ხართ. უფლებები გვაქვს. ძალიან დიდი. გავაკეთებ მაგას. თქვენ გონიათ რომ არ გავაკეთებ? მაგრამ არ გვინდა. მაგრამ არ მინდა ეგ რო გავაკეთო. მაგის სინდისი ჩემ თან ვიქნები მე მატყულის არა ქვია დამნაშავე. მაგის სინდისი შემრჩენია ჯერ. და მაგასაც ნუ დამიკარგავთ. ზოგიერთები. ყველაზე არა მაქვს ხალხო საუბარი, ყველამ არ მიიღოთ თქვენ თავზე. თქვენ ძალიან კარგები ხართ.
და ჯერ ერთი რა გვაქვს მოსატყუილებელი არის არა. რა არის ის ხელი რატომ ეტყვი? ესე იგი ადამიანი რო რაღაცას იმოსქნის, ესე იგი ჩვენი გოგო რო ესე იგი თანხას რო გვიგზავნის ის არის ამანათი რომ მოგდის ისიც ჩვენ მყიდულობთ ალბათ იმამ ვიყიდეთ ალბათ და იმაში გვაქვს რა ქვია დამალული გვაქვს ხო ჩვენი კარგი გოგო რო გვიგზავნის ფულს რო გვიგზავნის ესე იგი მე ვიტყუები რომ ფულს მიგზავნის თქო ვაი შენს პატრონს შენსას რა გეშველება ჰა ხანდახან იცი რას ვიზახი გვეშველება ოდესმე რამე არც არასოდეს ოდესმე რამე გვეშველება და მივეჩვევით ერთმანეთის იმას რა ქვია პატივისცემას სიყვარულს თუ არა პატივისცემას მაინც რაღაცა არ მგონია აი ეს პატარა რაღაცა ღირდა 12 და რაღაცა აი 12 არ ღირდა რა 12 5 და რაღაცა მივეცი მაგაში ისიც მე ფასდაკლებით დააკლა რომ გამოწერის იმას რო დავაცეკი ეს მოიცალე რაღაცა კაკა 5 და რაღაცა მივეცი და ისიც დააკლა არა 9 და რაღაც ღირდა თავი და ისიც დააკლა რომ გამოიწერე ხო კრედიტიც მქონდა დარჩენილი იმაზე რა ქვია თიმუს ბალანსზე და იმითაც იმას აქვენი ისიც გამოვიყენე ისაო ინსტაგრამზე რო გადავხედოთ ინდოელები გიყვარსო ეგ რა შუაშია ხალხ ნუ გამაგებინეთ რა შუაშია რატო გაქვთ ეგეთი უაზრო აზრები რა შუაშია ინდოელები გიყვარს თუ არ გიყვარს სიმღერებს ხო ვიღებ ხოლმე ვაი მე დედა ღმერთო დიდებულო სად იმას აქენით საიდან გამოხვედით ხალხ ნუ იმის ის არის რა ქვია გამოქვაბულში რო ვიღაცა Wi-Fi-ს დაიჭერს ეგრე მოგდით თქვენ ზოგიერთს ხალხო ნუ გაქვთ ეგეთი უაზრო რასიზმის ისა რა ქვია მიდრეკილება მიმართულება არ შეიძლება ინდოელიც ადამიანია ხო მუსულმანიც ადამიანია გაკრა ერთი ქრისტიანიც ადამიანია და ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ გაიგეთ გესმით ნუ ყველას აქვს კიდე ლოცვის უფლება ხო გაიგეთ და ისაო რა ქვია მე ეგეთებს რო არ რა დავაშავეთ ეგეთები რომ მოგდის რა დავაშავეთ აი ვერ უყურებ რეები მოდის რეები ხდება ირგვლივ მიმოიხედე ყველა ადამიანია და ყველა უნდა შეიცოდო უფალმა ის არ გითხრა შენ უფალმა ის არ გითხრა და არ მოგიწოდა ბიბლიაში ის არ წერია რომ ის რასიზმია ის არის ის არის ის არის ყველას ერთად უნდა ვცეთ პატივი ყველას შეიძლება არ გიყვარდეს ადამიანი არ სიამოვნებდეს სიამოვნებაზე არ არის რას ქვია არ გიყვარს და არ სიამოვნებს შეგეცი მე ისე ვამბობ გიორგი თორე 100 წელი მე მაგას არანაირად არა იქ ამას საკუთარი ოჯახის წევრით შეიძლება არ შეუყვარდეს ვინც მაგას ამბობს და ვინც მაგას აწერს ხო რავი არ ვიცი თავისთავი გონია ყველაფრის ისა რა ქვია ყველაზე სუფთა ყველაზე მოწესრიგებული ყველაზე ლამაზი ყველაზე რა ვიცი ყველაზე დადებითი არა დადებითი თავისთავი გონია მაგრამ რო არ არის არ არის და არ შეიძლება რასიზმობა და ისაო ის ფეთხუმები არიან უზიანები არიან ხალხო შენ არ გეკითხება ის ვინდა როგორი შენ არ გეკითხება და ჯერ ეგეთი ინდოეთი არის დიდი და იქ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და გინდა ხალხო საქართველოზე ავიღოთ მე მაგალითად რომ მივდივარ ხოლმე ქალაქში და ზოგუბაში რომ გავივლი და იმდენია ურნები ხო იქ ადგას ურნები დგას ყველგან ყველა ნაბიჯზე ძირს ნაგვები ყრია შენ ფეთხუმები არ ვიცი ამ ბოლოს ის არის რა ქვია სადღაც მოვხვდი სხვაგან და წავსულიყავი და ტაქსმა მიმიყვანა სხვაგან სხვა უბანში რაღაცაში ხო და რო გადმოვედი ხალხო სუნი იდგა ისეთი რომ იქ მე მაგალითად ვერ ვიცხოვრებდი
აი რომ მომცე ვილები და ვილა რომ მომცე ხო იქვე ვიცხოვრებ ისეთი სუნიდი რომელიღაცა უბანი იყო არ ვიცი ზუსტად სახელი ხალხო არ მკითხოთ ხო ნაგავი გაყვარე მე გაყვარე გარეთ ხრინა მიდი დაწექი ხრინა არა ხრინა ვიდეოში იქნება ვიდეო მტკიცებული მაგს ბებო ხო და ეგრეა ჩვენო ხალხო არ ვიცი ამ ხალხს რატო აქვთ ესეთი რასიზმის მიდრეკილება არ ვიცი ხო და აი იმაზე ვლაპარაკობ ხო ელემენტარული აი რატო ძვირდებაო აი იმატებს ის რა ქვია პროდუქცია იმატებს თანხა იმატებს პროდუქცია იმატებს თანხა იმატებს პროდუქცია თანხა იმდენი არ იმატებს რაც პროდუქტი ხო ნამდვილად ეგ არ არის მაღაზიაში შევდივარ და რაღაცებს კომუნალურებიც კიდე აი მაგალითად კომუნალურები მიბმულია ის კომუნალურები მე რა ვიცი ყველაფერთან ხო და ის არის რა ქვია ხალხო მაღაზიაში რომ შევდივარ და ფასებს რო გადავხედავ და მეც რო ვიყიდი რაღაცას და ფასს რო მეტყვიან და ამოვიღებ ხალხო მე მაგას მაინც ხო არ ვიტყუები რომ ის არის რა ქვია თქვენთან ერთად ხო ნახულობ რა ვიყიდე და რამდენი გადავიხადე ხო თქვენ ხომ მაინც გეუბნებით რა ვიცი მე ხარ რა ვიცი შეიძლება ეგეც ეგონოს რომ იტყუებაო აი მე როგორ უნდა დავუმტკიცო არ ვიცი მტკიცებას არ დავიწყებ მე ჩემთან ყოველთვის მართალი ვარ უფალთან ვარ მართალი ღმერთთან ვარ მართალი კიდევ ხო და მე კაცთ მოძულე არა ვარ არასოდეს კიდე ზოგიერთებივით ხალხო თქვენ გეუბნებით ვინც ადეკვატურები ხართ და ადეკვატურად მისმენთ და კარგად მისმენთ კაცთ მოძულე არც კაცთ მოძულე ვარ არც ათეისტი ვარ ჯერ ყველა რელიგიას პატივს ვცემ პირველ რიგში ღმერთთან ვარ პირველ რიგში მართალი მე ჩემ საკუთარ თავთან და ზოგიერთებს ამათ ზოგიერთებს კატეგორიას არ დაუწყებ იმის მტკიცებას რომ მე მართალი ვარ და ისა ვარ თავის მართლებას ნამდვილად არ დავიწყებ მაგრამ თქვენ გეუბნებით ხალხო თქვენთან ერთად ხო გაჩვენებთ თქვენც რა შევიძინე რა ვიყიდე რა გადავიხადე იმასაც ხო გეუბნებით ერთხელ უნდა ამოვიღო რომ წავალ მაღაზიაში რომ ამოვიღებ და რომ მოვჩები უნდა დაგანახოთ ფასსაც გეტყვით და რა ვიყიდე ისიც უნდა დაგანახოთ და იმ ფასთან უნდა დავდოთ მაგიდაზე დავალაგებ მაგიდაზე ხო და ის არის რა ქვია დაგანახოთ ერთი რა ვიყიდე და მე თქვენ იმას აქენით გადაწყვიტეთ რაც მე გადავიხადე ევროპაში ვინც ხართ ზოგ ქვეყანაში რომელს ქვეყანაშიც იაფია თქვათ რამდენი მოგივიდოდათ ამ ფასად ჯანი შეიძლება მაგასაც გითხრათ ნიტყუებაო დაწევინებაზე ხო მე და რა გვეშველება ხალხო ძალიან სამკურნალოები დასაწვენები ვართ ქართველი ერი ვართ ჯერ ხო მსოფლიო გადარეულია ზოგი ადამიანი ისეთ რაღაცებს ჩადის ზღვარს გადადის უკვე ცოდვასაც ვერ დავაქვე მაგას ხო და დავწმუნდი რომ ქართველები ვართ ძალიან დასაწვენები ხალხო აი უნდა ჩავკვეტონ ერთ ადგილას და ვიყოთ იქ დაგვაწვინ უნდა დაგვაბან სხვა არაფერი გვიშველეს ჩვენ არა უბრალოდ აი რა მოაფიქრა ღმერთო დიდებულო არ ვიცი აი საიდან მოუვიდა ეს აზრი ეგ ვიღაცა ადამიანს სასაცილო აი იქნება ვიღაცასაც ვიძახი ახლა რა ვიცი ვინ არის მე რა ვიცი ვინ არის არ ვიცი ნამდვილად აი საიდან მოაფიქრა ინსტაგრამზე რო გადავხედოთ უყურე ერთი ამის მაიმუნობას და ხულიგნობას რომ ინსტაგრამზეც მათვარიელებს ოი არა ინსტაგრამია თუ არა ინსტაგრამი შენ გიკითხება ვინ რას გადაიღებს თუ ვინას გააკეთებს აბა გადახედე ჩემს მეგობრებს თუ გინდა და მესიჯებს მოიცარიკა მესიჯებში არ შეხვიდე არის მასაკნა რა ქვია არ წამიშალო ყველაფერი გამანები თავი და ეტიემად სადაც ახლა არა უბრალოდ აი საიდან მიყურე
მე პირიქით არ დაბლოკე? ჩემთვის აქ დაბლოკე. მიყურებს მაინც. დაბლოკე მარაქვენი. მაგის ნერვით ისა და მაქვს. ის არის. არა, უბრალოდ აიცი მაინტერესებს ხარ. მაინც მიყურებს. არც ბრაზდები და არც ზედმეტ რაღაცას არ ვამბობ, აი სიტყვაზე ავიღო. იცი რას გეტყვი? ტვინში გაქვს ნაღძობი. ის არის აქვია. ერთი წუთი ბოდიში რო შეგაწყვეტინე. Instagram-ზეც გადადი იქაც მიყურე რილსებს რო დავდებ. TikTok-ში შემოდი იქაც მიყურე. Facebook-ში შედი იქაც ფოტოები დაათვალიერე. ჩემთვის უკეთესია. აქაც მიყურე. უკეთესია. ჩემთვის პირადად უკეთესია. მადლობელი ვარ რომ ესე მიყურებ. ვაი დედა. არა, ეს მაინტერესებს. მაინტერესებს ეს. აი გამოცადი გიორგი არ გამოწყვეტიო ჯერ. ახლა მე არ გაწყვეტინებ? თქვი. ახლა მოვიაზრო აზრები და თქვა. ჰა? უაზრო შოში მე უაზრო გემი თქვია კაცო რა უაზრო. აი უაზრო საიდან მოაფიქდა. იტყუება. მაგ ადამიანს რაღაცა არის. რომ ეს გიორგი იტყულება იმას რომ ის რა ქვია. მე გამოიწერა. გამოიწერა, სინამდვილეში გამოიწერა და თქვენ გატყუებთ რომ საჩუქარი. საჩუქარია, ხო? აი. ხალხო ამანაც რომ მოვიტან ხვალე. მე ვიყიდე და გატყუებთ რომ ამანათია თქო. აი მე დედა რა გავქნა. შეიძლება მაღაზიას თქვას რას გაიგებ. ხალხო რა უნდა გითხრა. ეგეთ ადამიანს არც უნდა დაუჯერო. აი პრინციპში არც უნდა აყვე, არც არაფერი უნდა მეთქვა წესით. მაგრამ რა ვქნა. იმან მოიტანა. საუბარმა, მაინც თქვი. ხო, უბრალოდ საუბარი. აი მეცინება ხოლმე სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. აი მართლა. ეხლა ნამდვილად მაგის გულით ვერ ვიჭღალებ, მაგრამ ვიცინოთ კარგი იქნება. არა, უბრალოდ აი რატომ გაქვთ ეგეთი ტვინი დედა, რა ახვრინავ წადი და წიქი აი საწულს. ის არის რა ქვია. ხალხო, ალბათ სპილომა მოუსრულდა ტვინი თუ რა ხდება? არა, უბრალოდ აიცი მაინტერესებს გიორგი, საიდან მოიგონა ესეთი უაზრო ხალხო, აზრი. აი მომხედე, სპილო აქაც ამაკ. სხვათა შორის, აქაც მიდგას. ეგ ნაჩუქარია. ნაჩუქარია ეგეც. კი ბატონო. ახლა მაგასაც ახლა მაგასაც იტყვის, იტყუება, შენი კიდე და იტყუება. აი ეს ჩასაყრელია. აი სპილოს ფორმა აქ არის. აი. ნახეთ? ნახეთ როგორი ლამაზია? აბა ამასაც მიაწერე რაღაცა. მიდი აბა შენიც, ელოდები. არა, უბრალოდ აიცი რა არის. აი რაღაცა უაზრო. მეორისგან გამიგონია რომ ბარაქას ისურდა სპილო. ოღონდ ხორთუმი მაღლა უნდა ქონდეს. აწეული. აი არ ვიცი. რა თქვა, რა სიტყვები მოვიფიქრო არ ვიცი. ხალხო. მე ვიძახი გიორგი, ეს წაიღე აღარ მინდა. და სიძახი რა ამბავია, რამდენჯერ წაისვი. იმიტომ რომ კარგად შევიდეს და რა წყალია? წყალი არა, ცხიმოვანი რაღაცაა. წყალი ვითაა. აი ეს ცხიმოვანი არის, აი ეს ჩხილის ლაქი თუ რაღაცა და კი რაღაც წავიქეცი. რაზე? ფეხი ამის რია. საიდან ფიქრობ? შენ ვიღაცა ხარ. საიდან აგაქ ეგეთი უაზრო აზრები რომ არა ის არის აქ, ერთხელ ხო ვიღაცამ დაგვიწერა რომ მუსულმანები ხარ თუ. რა შემოსული. სიგი ადამიანს რო გვერდში დაუდგები და სიკეთე სიტყვი ნებისმიერად და გინდა ქართულზეც ვიტყვით თუ ნორმალურია და ადეკვატურია. მაგალითად, მე ყველას ვცემ პატივს. ქართველი იქნება, უცხოელი იქნება თუ ვინც იქნება, ხო? ყველას თავისი რელიგია, ყველას თავისი რწმენა, ყველას თავისი აზრი აქვს და გონება აქვს. ბიბლიაც წაკითხული მაქვს. ხო, არ შეიძლება. თუ გაინტერესებთ. ყურანის წაკითხული მაქვს. და ეხლა ვკითხულობ ფაგავად გიდას ხალხო. და იქაც იმასაც ვკითხულობ. ხო და არც ერთ წიგნში არ წერია, არც ერთ იმაში აქვია. არც ჩვენსაში.
არც ბიბლიაში, არც ყურანში და არც იმაში, რომ ისავა რა ქვია, ადამიანი განსაჯეო უაზროდ რაღაცის გულისთვის. ხო, როცა არავინ არაფერი არ დაგიშავა. გინდაც დაგიშაოს, გინდაც დაგიშავა. არც ის არ უნდა განსაჯო ნამდვილად. არ უნდა იმას ქნა, უნდა მოგეცე, უნდა მიუტევო და უნდა თქვა. დამცხა. მოტევება უნდა იცოდეთ, მიტევება ადამიანისთვის, ნებისმიერ ადამიანს. შენ ღმერთმა მოგიტევოს და ჩვენც მოგიტევებთ. რომ მე ვერ გამოგასწორებ და რა გავაკეთო? უნდა მოხვიდე აზრზე და უნდა თქვა, რომ აი ეს ხალხი ჩვენთვის ლაპარაკობს. ალბათ ღმერთი გაპატიებს, რასაც არა, ჩვენი ლაპარაკი მაგას არ გამოასწორებს. არ ვიცი, შეიძლება გამოასწოროს გიორგი, არ არის რაღაც არ მგონია. არ არის გამორიცხული, შეიძლება გამოასწოროს. ნამდვილად მე ნორმალურად რო ვიღაცა და მესაუბრება და მეტყვის რომ აი შენ ესე გააკეთე, იქ გავაკეთებ იგივეს. ის ხო ჩემთვის იძახის რომ ის კარგი გავაკეთო მე იმისთვის. ვაიმე დედა, შეიძლება მასაც ტყუილება რომ სიცხე არ გაკაო და აი არ ვიცი ხალხო, პირადადაც ბევრს შევსწრები ვარ ბევრჯერ ქალაქშიც, რომ ადამიანი, უცხოელი ადამიანი რო დაუნახია, ეგრე მოქცეულა, რასისტულად. უცნაურად უყურებს, უცნაურად რო რაღაცა შეხედა, რაღაცა იმას რო დაინახავ. ხო, რა ვიცი, მე უცნაურობას. რასახედავენ? და რო შეხედავ. რასახედავენ არ ვიცი. რას ხედავენ, მაგას ვერ ხვდები. ადამიანია. რელიგიას რა ხანკანისფერი აქვს სხვანაირი? რელიგიას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი ადამიანობა არის და სითბო იყოს და ადამიანურად დაგიდგეს გვერდში. ადამიანურად დაგიდგეს, თორე რელიგიას და იმას კი არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი. თავარი ადამიანობაა და ის ადამიანი როგორ მოგექცევა, რანაირად მოგექცევა. ზოგი უცხოელი მაგალითად უფრო გვერდში დაგიდგება. გვერდში დაგიდგება ისე რომ ვიდრე ქართველი. გაკვირდები რომ ეს როგორი კაი პიროვნებაა და როგორი ადამიანი. არ ვიცი, რა ვიცი. ღმერთმა ის კი აკითხა უფალმა რომ შენ ის რელიგიით ამოარჩიე, მარტო ქრისტიანი. და ენა რო სხვა განსხვავებული აქვს. ის და სახის კანი. კანისფერი სხვანაირი აქვს. რელიგიით აღმოაჩინე ბოდი შეთხოლებისთვის, მაგრამ მახველებს. ხო, რელიგიით ამოარჩიეო, არა, არ უნდა ამოარჩიო. მე მაგალითად ყველა რელიგიას პატივს ვცემ. ყველას, რა თქმა უნდა, ჩემი რწმენა სხვანაირია, მე ის ვიღაცა პიროვნება ვხვდები და მეხორო და მახვალ. ის ადამიანი მე არ მეუნება რომ შენ ჩემ რელიგიაზე გადმოდი, ხო? გადმოდი, ხო? და თუ მოусმენ კიდე და თუ უყურებ, ეგ მაგითიც არაფერი დაგიშავდება. კი, რა თქმა თუ უნდა. რაღაცას მოусმენ, მე პირიქით მამშვიდებს. ნებისმიერ არ ვიცი, მე პირიქით ნებისმიერ ლოცვას რო უყურებ, მამშვიდებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ქართული თუ ფრანგული თუ რაც გინდა იქნება. მე პირიქით მამშვიდებს. ძალიან. ყველა რელიგიას თავისი რწმენა აქვს. და ყველა რელიგიას თავისი ის აქვს და ის შენ ის ადამიანი არ გეუბნება რომ შენი რელიგია დაივიწყე და ჩემზე გადმოდი, არა. ისიც ადამიანია, როგორც ქართველს მოექცევი ადამიანურად, ისე უცხოელს უნდა მოექცე და ისე სხვა ეროვნების ხალხს, ხო, ელემენტარული. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ როგორი იქნება და რა რელიგიის. კი. თავი ადამიანი იყოს. სხვათა შორის ბევრი მუსულმანი საქართველოში ცხოვრობს, ქართველი მუსულმანები. კი, რა თქმა უნდა. მივესალმებით თუ ვინმე გვიყურებს. ყველა არის გიორგი, რა თქმა უნდა, აბა ქართველები ბევრი მუსულმანი ხო არის საქართველოში? კი არის. ქართველი მუსულმანები ხო არიან? ხო, უნდა მივიდეთ და თავში ჩავცხოთ. რატო ხართ თქვენ აქად, ხო? ძალიან პატივს ვცემ, მივალ. გამარჯობას ვეტყვი, როგორ ბრძანდებით, რა ხართ, თუ წესიერად მომექცეო და ეხლა თუ თავში ჩამარტყა, იმას ნამდვილად გამარჯვებასაც არ ვეტყვი.
რატომ? გინდაც ქრისტიანი იყოს რა მნიშვნელობა თუ თავში მიტყა რაღაცა და თუ შეურაცხყოფა მომოყენა იმას გამარჯვებას კი არა ზედაც არ შევხედავ. და რატო გაგვთ ზოგს ესეთი ხედვა არ მესმის. ნამდვილად არ მესმის. ჭუჭყიანებიო. ძალიან სუფთები თუ გგონიათ, თავი ძალიან ცდები. თავარია სული არა გაქვთ ხალხო ცუდი. სუფთა. მარტო მოწმენა, მილაგება და სუფთავება გარეგნულად ის კი არ არის მარტო. თავარია გული ქონდეს სუფთა. რწმენა ქონდეს სუფთა. ის არის რა ქვია. გარეგნული სუფთავი შეიძლება გააქვს, მაგრამ შინაგანი სიბინძურებობა თუ ხდები. თავარია შინაგანად იყო. დაიწყებენ იმას. ისაო რა ქვია, ღარიბები არიანო და ისაო. ის უბედური ღარიბი ბავშვები ქუჩაში რო იძინებენ და იყვიძებენ თუ ხდებით და გავში რო საჭმელს დაეძებენ. კიდე იყოს ღარიბი რა, ღარიბი ადამიანი არ არის. ჰა? აი ეგ ესე იგი, აი დაიცადე ეს ერთი თემა იყო კიდე თემა იყო იმ დღეს ჩვენ რო ვთქვით, ვინც დაგვიწერა, იმან დაგვიწერა. აი ღარიბსა და დიდარს ერთმანეთისგან რატო არჩევენ, მაგას ვერ ვხვდები. ღარიბი ესე იგი ზოგს ღარიბი ადამიანი არ გონია, გონია რომ ის არის ცხოველი, უბრალოდ რაღაცა არსება. ხო, და დიდარი არიქა ის არის. ზედამთვარე ამოსდით. ღარიბიც ადამიანია, დიდარიც ადამიანია. ერთი გზა აქვს ორივეს. სიმღერა თუ არის ნათქვამი. სიმღერა რო არის, ნათქვამი. თუ იცით. ღარიბსაც ერთი გზა აქვს, დიდარსაც ერთი გზა. დიდარსაც ერთი გზა. 4 ფიცარი ორივეს. ხო, რატომ? აი, კაი თემა იყო ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს. აღარ მახსოვს რა ეწერა. რა ეწერა ზუსტად ეხლა წავიკითხავთ მე. მე განვიხილავ. შემდეგ განვიხილავთ. ძალიან კარგი თემა იყო ნამდვილად. ძალიან კარგი თემა იყო. რეულად აღაბარაგობდი ერთნაირი. რა გინდა ჩემთან შეგძინავთ ახლა ჩვენ რას არეულად ლაპარაკობ? ჩარწი ხარ ახლა. ჰე. ხო და განვიხილავთ მაგასაც. მაგ კომენტარსაც. კი, კიდევ კითხვებსაც იმას ვიზავთ. განვიხილავთ, კი პასუხებთ. ხო. მოდი ხა დავიმშვიდობოთ დედი. რა ჯობია? წავედი ხალხო და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, ჩემო კარგებო და თბილებო და ტკბილებო. კარგი ღამე გქონდეთ. ესეთი ვიდეო გამომივიდა. არა რა ვქნა, რა გავაკეთო. ვერაფერს ვერ ვიზავთ, გვერდს ვერ აუვლით ამ ყველაფერს. სამწუხაროა ესეთი ზოგი რო ჯერ კიდევ ესე ფიქრობს, მაგრამ რას ვიზავთ. ღმერთი გადაუხდის ყველას სამაგიეროს. და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე, კარგად იყავით, მაგრად იყავით. აბა ჰედა აბა ჰო. კარგად. კარგად.